ვიზაჟისტი ლიკა გაგნიძე TikTok პლატფორმაზე საზოგადოებამ თავისი სპეციფიური იუმორით გაიცნო და შეიყვარა. 1 წლის წინ ლიკამ განათავსა ვიდეო, სადაც დიაგნოზი თავის გადაპარსვით გვაცნობა. როგორც ინფლუენსერი ყვება საზოგადოების მხრიდან წარმოუდგენელმა მხარდაჭერამ დიდი იმედი და ძალა მისცა. ლიკამ 1 წლიანი ბრძოლის შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა და დღეს ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას. ბავშვობიდან ვიღებდი ხოლმე რაღაცა იუმორისტულ ვიდეოებს. ჩარჩოს დავიჭერდი, ბებიას დავისვამდი ხოლმე და მონოლოგივით მიმყავდა. სამეგობროშიც მაგით ვიყავ გამორჩეული. ყოველთვის ოცნებობდი, რომ ცნობილი ყოფილიყავი. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ TikTok-ი ასეთ მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ჩემს ცხოვრებაში. ოპერაცია გავიკეთე, ვიცოდი რომ საშიში არ იყო ენდომეტრიოზული კვანძები. ექიმმა დამიერეკა რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი. მითხრას ეს დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნე. ამის მოსმენა არ იყო ახლა რა თქმა უნდა მარტივი. ძალიან გამიჭირდა ამაზრთან შეგუება. ბევრი ბიოპსია დამჭირდა. პარალელურად TikTok-ზე ჩვეულებრივად ვიღებდი ვიდეოებს, ხუმრობდი, არავის არ მithქვამს არაფერი. მაგ პერიოდში დავიწყე ესეთ ვიდეოების ზებნას, როგორ გამოიყურებიან ეს ადამიანები, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან და ამარცხებენ. ოღონდ მე იმაზე არ მიფიქრია თავიდანვე, რომ რაღაცა ეს დაავადება მომკლავდა. ველოდებოდი იმას, რომ ძალიან შევიცვლებოდი ვიზუალურად, მაგაზრსაც ვეგუებოდი და თან იმას, რომ ადამიანებისგან ან დაცინვა არ წამოსულიყო, სანამ გაიგებდნენ რა, რომ ეს დიაგნოზი მქონდა. ძალიან მიჭირს ამას. სარკეში თავიდან არ ვიყურებოდი. და ჩემი ქმარი მეუბნებოდა, რომ ვაიმე ძალიან გიხდება. ეს ჯობია, ვია რომ მე მგონი ვიდრე თმით. სულ ერთად დავდიოდით. ექიმებსაც ისელაპარაკებოდა, მე იმიტომ რომ იმ დროს არაფერი არ მახსოვდა, რას მეუბნებოდნენ. ისეთ სამსახური შეარჩია, რომ რაღაც რო ყოფილიყო, უცებ მოსულიყო სახლში. მთლიანად მომიძღვნა თავისთავად მე ასე ვთქვათ. მეგონა რომ ქიმიები იყო, რა ვიცი, აი ყველაზე დიდი უბედურება ამ ყველაფერში. ყველაზე დიდი უბედურება არის ადამიანი ნერვიულობ არარსებულზე, მომავალზე, რომელსაც წარმოდგენა არ გაქვს რა იქნება. ნერვიულობა ანგრევს ზოგადად ადამიანს, თორე სხვა რთული მაგაში არაფერია, მარტო არის მენტალური მდგომარეობა. და მაგას როცა გადალახავ, ეს ქიმიები ჩვეულებრივი გადასხმაა. ამ თემაზე არ ვსაუბრობდი საერთოდ. მე თუ მომიდებოდა კი შეიძლება რაღაცა მეთქვა, მაგრამ ასე რომ დამჯდარიყავი და ვინმესთვის მომეყოლა პირველი ხარ. მე და ჩემმა დაქალებმა გავხსენთ სალონი და ეს პერიოდი, რაც ეს დაავადება მაქვს, აქ გავატარე. ყოფილა შემთხვევა, რომ ქიმია გამიკეთებია, მეორე დღეს მაკიაჟზე მე მიღია გოგონა, გამიკეთებია ჩვეულებრივად. კი მქონდა ეს უკუჩვენებები, რაც ახლავს. მე რომ სახლში დავწოლილიყავი, ალბათ უფრო ცუდად ვიქნებოდი დიდხანს. სტილი რომ მოვირგე, ხალხს რომ მოეწონა, ძალიან უმნიშვნელო აღმოჩნდა ვიზუალზე ნერვიულობა. ეს დაავადება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარგავთ საკუთარ თავს. მე აღმოვაჩინე რომ ასეთ რთულ პერიოდში შემძლებია ძლიერი ყოფილიყავი. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 1 წელში გავუშვი თავის გზაზე და დავამარცხე. იმდენი ემოცია მივიღე და იმდენი დადებითი შეფასება იმ პერიოდში, რომ აი ეს ყველაფერი მე მგონი ღირდა კიდეც ყველაფრად შეიძლება. თავარია რომ კარგად დასრულდა ყველაფერი და ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. მათ მომცეს ძალა. ალბათ მაგიტომ ვიყავი ძლიერი.